ერთდროულად 7 კორპუსი დაიწვა რამდენიმე დღის წინ ჰონკონგში, 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 150-მდე კი დაკარგულად ითვლება. ეს ყველაზე მასშტაბური ხანძარია ჰონკონგში ბოლო 80 წლის განმავლობაში. ჩვენ ყველას გაგვიგია აქვს მენია, ზოგჯერ გვითქვამს ხოლმე, რომ ერთი კაცო ეგეთი რამე 100 წელიწადში ერთხელ ხდება. ამის მიზეზი კი რისკების არასათანადო შეფასება. გახსოვთ ალბათ ეს კადრებიც 2011 წელს მემორიალის დემონტაჟი ქუთაისში, თითქმის 1 კილომეტრში რომ დედა და შვილი იმსხვერპლა. მშენებლობა სწორედ ის სექტორია, რომლის არასათანადო შესრულებამ და არაპროფესიონალურმა მიდგომებმა შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ადამიანის და რამდენიმე ოჯახის დაღუპვა გამოიწვიოს. რომ დაუბრუნდეთ ჰონკონგის ტრაგედიას, ახლა განახებთ კადრებს, თუ როგორ დაიწყო ეს მასშტაბური ხანძარი და რა სისწრაფით გავრცელდა. 我個扮火燭啊！喂，燒到爆！喂，上到好高啦！哇，大鑊！喂，我哋都走啦喂！快啲走啊！快啲走啊！走啦！走啦！ ხანძრის მასშტაბურობას იმან შეუწყო ხელი, რომ კორპუსები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო აშენებული და ღმერთმან უკნას, იმიტომ რომ კორპუსების ერთმანეთთან სიახლოვე ჩვენც არ გვიკვირს. 5000-მდე ადამიანი ცხოვრობდა ჰონკონგის ამ კომპლექსში, სადაც მთლიანად დაიწვა 7 მაღალსართულიანი კორპუსი. მთავარი მიზეზი კი ის ბამბუკის ხარაჩოებია, რომელიც მთლიანად გარს ერტყა ამ კორპუსებს და ფასადების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. პოლიციამ კომპანიის წარმომადგენლები დააკავა და მათივე განმარტებით ეს ბამბუკის ხარაჩოები არ იყო ცეცხლგამძლე, თორე ჩინეთში უკვე დიდი ხანია, რაც ბამბუკის მასალას ხარაჩოებად იყენებენ სხვადასხვა უპირატესობების გამო. ყველა ეს უპირატესობა კი მსუბუქია, მარტივია დასაშლელად, დასაწყობად და ასე შემდეგ, თითოეული მათგანი უკავშირდება სამუშაოების შესრულების გამარტივებას და აბსოლუტურად უგულებელყოფილია მთავარი რისკი უსაფრთხოება. უსაფრთხოება არ არის უბრალოდ აბსტრაქტული თემა, ეს არის როგორც მშენებლის სიცოცხლე, ასევე ჩვენი ყველასი როგორც მოქალაქეების სიცოცხლე და ცხოვრების ხარისხი. ჩვენ ცხოვრობთ ქალაქში, სადაც ყველგან მშენებლობა მიმდინარეობს და ყველგან დიდი რისკია იმის, რომ რამე დაგემართოს. მოდი რომ დავიწყოთ ახლა თავიდან. ამერიკის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, სამუშაოზე გარდაცვალების რაოდენობით სამშენებლო სექტორი მეორე ადგილზეა. გაინტერესებთ ალბათ რომელია პირველი? ეს არის ტრანსპორტირება და გადაზიდვა, ძირითადად სატრანსპორტო ავარიების მაღალი რაოდენობის გამო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიკვდილიანობის მიხედვით მესამე ყველაზე სახიფათო პროფესია არის მეტყევეობა. ძირითადი მიზეზი კი ხის მოჭრას და აქაც მასალების დამზადება გადაზიდვას უკავშირდება. ამ მომენტზე იმ ფილმის კადრი მახსენდება დანიშნულების ადგილიდან. მოკლედ სამუშაოზე გარდაცვლითა 20%-ზე მეტი სამშენებლო სფეროზე მოდის. ამ ტრაგედიების 65% კი გამოწვეულია 4 ძირითადი მიზეზით, რომელსაც სიკვდილის 4-ეულს უწოდებენ. ეს არის სიმაღლიდან ვარდნა, ყველაზე ხშირი, დენის დარტყმა, მძიმე საგნის დაჯახება და დაფარვა, გაჭყლეტა. სიმაღლიდან ვარდნა სამშენებლო ინდუსტრიაში გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია, რაც უმეტესწილად ხარაჩოების, კიბის და სამშენებლო პლატფორმების არასათანადო კონტროლის შედეგია. ამ საფრთხის შემცირება უსაფრთხოების მკაცრ პროცედურას მოითხოვს, რომ არა მხოლოდ უზრუნველყოფილი იყოს დაცვის საშუალებები, ჩაფხუტი, უსაფრთხოების ხამარი და ასე შემდეგ, არამედ კონტროლისთვის დაინიშნოს პასუხისმგებელი კომპეტენტური პირი. სწორედ ეს პირი, რომელსაც გააჩნია კონკრეტული ცოდნა საფრთხის იდენტიფიცირებისათვის და მისი აღმოფხვრისთვის, იქნება ვალდებული, რომ ყოველი ცვლის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ შეამოწმოს მაგალითად ხარაჩოები, რომ დაადასტუროს მისი სტრუქტურული მთლიანობა და აწყობა. შეამოწმოს დამცავი ღობეების არსებობა, მოკლედ ყველაფერი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დარჩენს მხოლოდ უსაფრთხოება ნორმებად, ქაღალდზე დაწერილი და მკაცრი კონტროლის ნაწილი იყოს.
სამშენებლო ინდუსტრიაში გარდაცვალების ხშირი მიზეზი ასევე არის დენის დარტყმა. ამ სიკვდილის 4-ში მეორე ადგილზეა სტატისტიკური მონაცემებით. ეს ეგრეთ წოდებული ჩუმი მკვლელიც, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის შედეგია, რაც ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია დროის მოგებასთან, ან დროის შემცირებასთან. უცებ რო გინდა რომ მიაფუჩეჩო რამე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო გამოცდა, რომ დედლაინამდე მიწურულს იმეცადინო ყველაფერი და ისე გახვიდე გამოცდაზე. 100 ჯერ შემოწმება და გადამოწმება სჭირდება, სანამ ექსპლუატაციაში ჩაუშვებ. ამ მენტალიტეტს, რომ უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა რადგან დროში მოიგო, უკიდურესად ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ. სიკვდილის 4-ში მნიშვნელოვანი მიზეზი ნაწილი ასევე მძიმე საგნის ჩამოვარდნა. ჩამოვარდნილი სამუშაო მასალების ან სამშენებლო ინსტრუმენტების ძირითადი მიზეზი არის სამშენებლო ადგილის მოუწესრიგებლობა ან ამ ინსტრუმენტების უსაფრთხო დამაგრების წესის დარღვევა. სწორედ ამ საფრთხის შესამცირებლად გამოიყენება ის ბადეები, რასაც ჩვენ ვხედავთ ხოლმე ქვემოდან. ადამიანის წონას ეს ბადე ვერ უძლებს უბრალოდ წინაღობისთვის თუ გამოდგება. თვითონ საგნის სიმძიმესაც გააჩნია, რა თქმა უნდა, აბა ამას რა ბადემ უნდა გაუძლოს, ეს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ზაფხულში ჩამოვარდა, საბედნიეროდ არავინ დაღუპულა და ასე არ გაგვიმართლებს ყოველთვის. უსაფრთხოებისთვის უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები იყენებენ ინჟინრული უსაფრთხოების მსგავს სისტემებს მშენებლობის დროს. იცავს იქ დასაქმებულ ადამიანებს მშენებლობიდან ჩამოვარდნისაგან, იცავს მოქალაქეებს და უშუალო ტერიტორიას ჩამოვარდნილი მასალებისა და ინსტრუმენტებისაგან და ქმნის დახურულ სამუშაო გარემოს, რადგან ქარმა და ამინდის გაუარესებამ რაიმე სხვა საფრთხე არ შექმნას. აქვე იმაზეც მოვიძიე ინფორმაცია, ზემოთ როა ხედავ და ამ წის უკანა მხარის სიმძიმეები პირდაპირ შენ ზემოთ როა, ალბათ თქვენც გაგჩენიათ შიშის განცდა, რომ არ ჩამოვარდეს. მოკლედ ეს არის ამ წის საპირწონეები, რომელიც დაახლოებით იმ პრინციპით მაგრდება რა, როგორც ბეჭედში ძვირფასი თვლები. როგორც გავარკვია, ამ წის ტროსის გაწყვეტის უფრო მეტი შანსი არსებობს, ვიდრე ამ საპირწონეების ჩამოვარდნის. თუმცა მთლად ნუ გავთამამდებით, მაინც მეგობრებო. ბოლო კატეგორია ამ სიკვდილის 4-ში არის დაფარო, ანუ მძიმე საგნებს შორის მოქცევა. თითქმის ყოველთვის უკიდურესად მძიმე ფატალური შედეგით ხასიათდება, როდესაც ადამიანი ექცევა მძიმე ტექნიკის, ან ტვირთის, ან მიწის ჩამოშლისას, ან კონსტრუქციის ქვეშ. ამ ინციდენტის მთავარი მიზეზი არის დისტანციის დაუცველობა. რისკები განსაკუთრებით მაღალია დემონტაჟის დროს, რომელიც არ არის უბრალოდ დაშლა, ესეც, რა თქმა უნდა, საკმაოდ კომპლექსური და დაგეგმილი პროცესია. მოითხოვს ისეთივე მაღალ პასუხისმგებლობას და მკაცრ საინჟინრო პროტოკოლს, როგორც თავად მშენებლობა. დემონტაჟის დროს უსაფრთხოების ნორმების არასათანადო დაცვამ და არაპროფესიონალიზმმა გამოიწვია სწორედ 2011 წელს ის ტრაგედიაც ჩვენთან. როდესაც სამშენებლო ობიექტზე ხდება გარკვეული შემთხვევა, ამ დროს სრულად პასუხისმგებელი არის კომპანია. თავისუფლი სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ კანონიერად იქნას ყველა პროცესი წარმართული და განახორციელოს სრული კონტროლი. ასევე ჩვენზეა დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე, რომ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, როცა გარკვეულ დარღვევას შევამჩნევთ სამშენებლო ობიექტზე. ამასთან საკუთარ მიზნებს არ უნდა გადავაყოლოთ სხვა ადამიანის სიცოცხლე, ოჯახების, ბავშვების, გახსოვთ ალბათ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიაც. უსაფრთხოება არ არის ფუფუნება, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. რისკების პრევენცია მოითხოვს არა მხოლოდ კომპანიების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების მკაცრ დაცვას, არამედ თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის აქტიურ პოზიციას. პასუხისმგებლობებით რომ განსაზღვროთ, ყველა ჩვენი წილი მიგვიძღვის იმ ტრაგედიებში, რაც ჩვენ თვალწინ მოხდა. კომპანიის და მშენებლის პასუხისმგებლობა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედია, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ქუთაისში მემორიალის ტრაგედია და აგერ რამდენიმე თვის წინ გვახსოვს ვაგზლის ტრაგედიაც. და ყველაზე მეტად საგანგაშო რაც არის და რაც გვჭირდება, ეს ერთმანეთის გათვალისწინება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა. მით უმეტეს, როცა საქმე შენ გვერდით ცხოვრების სიცოცხლის ხელყოფას ეხება, ბათუმის ტრაგედიას გახსოვთ ალბათ, პირველ სართულზე ფართის გადიდებას რომ შეეწირა ამდენი ხალხი. ჩვენ რისკებს ვერ ვაანალიზებთ სათანადოდ.
მშენებლობა რომ მედიცინას შევადაროთ, აი ერთი შეხედვით ხო ექიმის პროფესია უფრო მნიშვნელოვანი ჩანს თითქოს. მაგრამ ექიმის შეცდომა შესაძლოა მოყვეს ერთი კონკრეტული ადამიანის დაღუპვა, რაც თავისთავად ტრაგედიაა. მშენებლობა არის ის ინდუსტრია და ის პროფესია, რომლის არასწორად დაგეგმვამ, არასათანადო პროცესმა შესაძლოა უკიდურესად ფატალური, ყველაზე დიდი ტრაგედიის წინაშე დაგვაყენოს, რაც არა ერთი და ორი ადამიანის, არამედ ოჯახების დაღუპვას უკავშირდება. კონსულტაციებისთვის მადლობა მინდა გადაუხადო რომა გარუჩავას, ძალიან მაგარ ინჟინერს. არხის გამოწერაც არ დაგავწდეთ და უსაფრთხო გარემოს გისურვებთ არა მხოლოდ მშენებლობაზე, არამედ ყველგან სადაც კი ფეხს დაადგამთ.